რომელი უფრო მნიშვნელოვანია წყლის რაოდენობა თუ ხარისხი? რა თქმა უნდა, ხარისხი. როგორ შეიძლება ცხოვრება წყლის გარეშე? ფიქრობ, რომ წყლის გარეშე ცხოვრება არ იქნება. რას აკეთებს წყლის დაზოგვისთვის სახლში? ვფრთხილდებით და კეთებთ ვონკანს, ტყუილ არ ვადინებთ წყალს. რას გააკეთებდით წყლის რესურსების დასაცავად? წყლის რესურსების დასაცავად პირველ რიგში ინფორმაცია შეიძლება გავცენე. მუშაობ მაღაზიაში, სადაც ტყიდი შხამქიმიკატებს და რა თქმა უნდა მომხმარებელს გავაცნობ ინფორმაციას, რომ ეს ბოთლი, რომელშიც შხამქიმიკატი თავსდება და მე იმათ უნდა გამოიყენონ, ამ ბოთლების სპეციალურ ადგილებზე მოათავსონ, სადაც მე უნდა წაიღოს შესაბამისმა სამსახურებმა და გაანადგუროს და ეს არ მოხდეს წყალში. პირდაპირ ნაგავში არ უნდა გადაყარო რა, ეს შემიძლია გავაკეთო. ფიქრობთ თუ არა რომ ადამიანები ზედმეტად ხარჯავენ წყალს? რაღაცნაირად შესაძლებელია, რომ ცოტა ზედმეტად გამოგდის წყლის ხარჯვა. შეიძლება ხანდახან მეც ვხარჯავ ზედმეტ წყალს, მაგრამ უფრო საჭიროებისამებრ რა, ფაქტიურად სახლში იმდენი დრო არა ვარ, რომ ზედმეტ წყალი გამოვიყენო, მაგრამ ხანდახან გამოგდის ალბათ. რა გავლენა აქვს წყლის ნაკლებობას გარემოზე? წყლის ნაკლებობა, რა თქმა უნდა, წყალი სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენთვის, ცხოველისთვის, ფრინველისთვის, მცენარისთვის და პირველ რიგში წყალი თუ არ იქნება, რა თქმა უნდა, ბუნებას ეგრევე დაიწყობა რა. როგორ მოქმედებს სუფთა წყალი ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე? იდეალურად დადებითად ძალიან კარგია. სუფთა წყალი არის სიცოცხლისა ელექსირი. აუცილებლად უნდა მიიღოს სუფთა წყალი. რამდენად ინფორმირებული ხართ წყლის დაცვის საკითხზე? წყლის დაცვის? რას ნიშნავს წყლის დაცვა? ანუ რომ არ დაგვიწოდეს. არ ვიცი, ახლა ინფორმირებული ვართ, რომ ბუნებრივი წყალი, რომელიც გამოდის ფათურავის ხეობაში, იფილტრება და მოდის ახალციხეში და აქ ხდება მისი დაკლორვა და გამოდის მერე სუფთა წყალი მოსახლეობისათვის. როგორ შეასრულებთ თქვენს რეგიონში სასმელი წყლის ხარისხს? ძალიან ცუდად. რეგულარულად არ მოგეწოდება გრაფიკით, დილას და საღამოს. ვინ არის უფრო პასუხისმგებელი წყლის დაცვაზე, ხალხი თუ სახელმწიფო? ორივე ჩვენი. არის თუ არა თქვენს გარშემო ადგილი, სადაც წყალი ბინძურდება? ჩემ გარშემო ალბათ მდინარე რა, სხვა ისეთი არაფერი. და რას ურჩევდით ადამიანებს წყლის დასაზღვრავად? ეკონომიურად მოხმარებას და ტყუილად რომ არ ადინებთ და მოვიდეთ. როგორ შეაფასებდით თქვენს რეგიონში სასმელი წყლის დონეს? ხარისხი ნორმალურია, უბრალოდ საერთო-პრივატ რო არის ერთმანეთის ცოტა პრობლემას. დილას საღამოსაც მარტო და მოდივნილი რო არ არის. რამდენად მნიშვნელოვანია წყლის დაზოგვა და რატომ? იმიტომ რომ იყოს რესურსი წყლის და დამზოგოთ ეკონომია გავაკეთოთ. რა მეთოდებს იყენებთ სახლში წყლის ეკონომიისთვის? თუ არ მჭირდება, არ ვიყენებ წყალს და უკან ვდებ.